სალამი ძმდებო, მოგესალმებით. დღეს უჩვეულო ამბით დავბრუნდით. ბევრი გწერდა რომ ბეტონი დაასხი, ბეტონიო და დღეს გასწავლით მარტივად სახში ყველაზე ძვირი რაზმის ხომ ეს არის ბეტონის დასხმა, ჩემი გამოცდილებიდან რა. ამიტომ დღეს ჩვენ ვისწავლით შერევას, როგორ უნდა შევურიოთ შებენი, ანუ ხრეში, ცემენტი, წყალი რა კონსისტენციით რომ დავასხათ ბეტონი რა და რა გვჭირდება ბეტონის დასასხმა. იდეაში საბოლოო ჯამში აი ამ შენობაში დაბლა უნდა დავასხათ ბეტონი დაახლოებით 15 კვადრატულია რა. ამიტომ თავიდან ბოლომდე თავის გასწორებიან გაჩვენებთ როგორ დავასხათ ბეტონი და რა მარტივია. ყველაზე მთავარი აქ ბეტონის დასხმაში თავიდან ლაფატკებით ვისაც ხაფში და ლაფატკებით ამის არევა ვისაც გერთულებად და მართალიც არის მეძარება ხოლმე. დღეს ჩვენ დაგვეხმარება ჰოლსტჯიდან კენგროსის ფირმის 200 ლიტრიანი ბეტონის შემრევი რა. ეხლა რატო არის ბეტონის შემრევი კარგი? იმიტომ რომ კომპაქტურია. 200 ლიტრამდე აღარ გეღრება და ერთ სივრცეში ურევ ბეტონს. შენ არ გიწევს აი ლაფატკის ჩაქუნი და ასე შემდეგ. ანუ სახლისთვის არის იდეალური ვარიანტი 200 ლიტრიანი რა. 240-იანებიც არის. და ნუ არის 500-იანებიც და ეს უკვე ინდუსტრიული წარმოების ამარა. სახლისთვის ეხლა ამას განუყუთავთ და განახებთ იდეაში ძალიან მარტივად. ამის განყუთვისთვის დაგჭირდება ასეთი იგივე კენგროსის რეზაკი. აი რეტახელი არ გავიჭრა. უმარტივესი ასაწყობია ეხლა გაჩვენებთ იდეაში ამის აწყობას. იმედია შიგნით აქ კაბელები არ არის, იმიტომ რომ მე ესეთი გახსნა მიყვარს. სულ აქ არაფერია. გავდივართ ბოლოში. გამოიღო. აბსოლუტურად ყველა ჭანჭიქს ვინახავთ, იმიტომ რომ მე არ დაგვაქვს. გადი ხა იქ, გადი. ეს ესეც მოხსნათ. იდეაში ეს არის შეფუთვა, ეხლა ტაიმლეფს განახებთ აწყობას. ძალიან მარტივია რა, აქედან 13-იანი ბოლტები არის, თითქმის უმეტესობა. ეს არის რაც აქ არის. ყველაფერს თავის წერტილი აქვს, დანომრილია, უბრალოდ ასოებია A, B, C, D და ყველაფერს აქვს თავისი ადგილი. ხო და დანარჩენი უკვე ტაიმლეფში ვანახოთ. Nomine Patris et Filii. იდეაში აეწყო, მარტივი იყო, არ იყო ხა ეგეთი რთული. ეხლა ესენი დავატრიალოთ, საიტრიალებს, რომ ესენი იმ სიზუსტით დაუყენო, რომ უკან არ ამოყაროს. მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს იდეაში. მუშაობს იდეალურად. ნუ უკვე გამოვცდით ბეტონის ჩასხმის დროს. ერთ-ერთი აი აქ კბილები ტაუს უწაუსმევთ. კარგს იზავთ, იმიტომ რომ ეს ბრაგაბრუგიც დაიკლებს და ცვეთას შეამცირებთ აი ამ კბილანებისა და ნუ გადაძროს საღებავი გადაძრება ყველა ვარიანტში, მაგრამ ცვეთას შეამცირებთ, რომ დაშორება აღარ გაიზრდება და უფრო არ იხმაურებს რა. უკვე სმუზად ჩავა და ამოვა. დანარჩენი ხოძია იდეაში რა, მარტივია, აქ მოძელთ რაღაცებს და აკვისო ტაჭკაში ნახვი გაუშვა ჰოლსტჯიზე შეგიძლიათ შეიძინოთ ეს
კენგროსის ბეტონის შემრევი ძალიან идеალურ ფასად. არის ამაზე პატარებიც, არის ამაზე დიდებიც იდეაში. შედიხართ ჰოლსჯიზე და ძალიან მარტივად უკვეთავთ და მოაქვთ სახში ისე რომ თქვენ არსად გასვლა არ გიწევთ. რაც შეეხება ბეტონის დასხმას უკვე ხვალე გადავიღებთ, ხვალე დავასხავთ და ნუ თავარია რომ ეს გვაქვს. ეხლა უკვე მარტივად ლაფატკების გარეშე შეგვიძლია რომ დააჭირე მოზილე გადმოასხი. კონსტიტუციას ბეტონის დასხმის დროს გასწავლით უკვე როგორ რა დოზით ერევა რომ კარგი იდეალური პროფესიონალური ბეტონი მიიღოთ. ავაწყეთ ბეტონმეშალკა. ეს არის სივრცე, სადაც უნდა დავაცხოთ ბეტონი რა. დაახლოებით არის რამდენი კვადრატული რამაც 10 კვადრატია. ლაზერში გასწორებული ახლა აქ იდეაში დადიხართ გრუნტამდე, მყარ გრუნტამდე. არმატურის გარეშე დასხმა რამაზე იძახის რომ არ შეიძლებაო რა. იმიტომ რომ დახეთქავს, დაგლიჯავს, ძალიან მარტივია. ჯერ გსვოთ არმატურას. ეხლა როგორ? 8-იანი, ხო 8-იანები ესე. 10-იანი, ეს არის 10-იანი არმატურა რა. ჭრით სადაც ესხმება ბეტონი იმ ზომაზე. შემოვიდა. ასე. დაგვენგრა თავზე. ყოველ 10-ია 20 ხო? 20 სანტიმეტრში ალაგებთ რა. 20-20 აქ დაშორება ამასაც. თუ ეს 10. თავარი რა, აქ არის შებურგული რა. იმიტომ რომ ერთიანი რო გამოვიდეს, აქ შუაში რო გასკდეს, ამ ბურღავთ და ამ შებურღვაში მე შიგნით არჭობთ ამ არმატურას რა, რომ ერთიანი მასა გამოვიდეს. დაახლოებით გასწორებულია თვალის ზომით, ძალიან გაღუნული არ უნდა იყოს. დაშორება არის 20 სანტიმეტრი. ეს. ეხლა ამას ჭირდება იგივე 20 კუბიკი რო ავაწყოთ, ესე რომ ჩავალაგოთ. იმიტომ რომ ეს რო ბეტონი დაესხმევა, მთლიანად შეკრავს ამას, იქით რო შევიდა ეხლა შეხვედრილში, ერთიანად შეკრავს და უკვე всё რა, სახლისთვისაც სიმყარე იქნება, სადაც აკეთებთ. ნებისმიერ ამის კუთხეებში არ დახეთქავს და მე წყალი არ ჩავა იქ. ამ ეხლა 2-10-ს გადმოვზომავთ. დაალაგებთ, რავი, 10 წელს ერთად, როსაც დავთარაჭრათ. ხარი დაარტყავს მეთქი. პატარა ბავშვი დაჩაგრეს კროუნისა, გაიგე? დიდმა იმას ვერ გადაჭრა. მამა მოვიდა, მამა. მამა მოვიდა. გენიალური ბაგალკები. ხოლოდ ჰოლსჯიზე. ესენი შეგიძლია, ესენი დიდი იმიტომაც რომ ეს რაღაცებს უხეში სამუშაოზე სქელი პირი არის და ის რო არ გატყდეს, იმიტომ რომ აქ მაინც რთული არის რა. ამითი გადავჭრე. ამას ვაგებთ ესე. თვალის ზომით. ხო, ახლა არ არის რაღაც რომ რა მოპასუხი რომ მოგთხოვს. ჩვენ პარაბი არ აქვს, ხიდია. ესი უნდა მივიდეს ბოლომდე. იმელი. იმელი, გაიგეთ, უნდა მივიდეს ბოლომდე. ზევა. ოფილას. აუ რა მაგარი ხარ დავითა. რა. ტაოტი გახსნა. ანახე როგორ აფუჭებ ტაოტს. საიდან მოხდა ახლა? აქ იდო ეთყვა გადმოვარდა და დავითომ სპეციალურად გაწყვილდა. რამაზე ეძახის როსაც გააკეთებ, ბარემ მავთული დაახვიეო და ევიძახიო ჯერ ერთიანი საქმე მე უნდა გაყვე ბოლომდე. დაახლოებით კლეტკას წნით 20-20-ზე რა. გონია ხო რომ ბეტონის დასხმა არის რთული არა და არ არის რა მით უმეტეს კინგროსის ბეტონმეშალკაც უკვე აქ ვერ რეკლამას ჩავდებ. არმატურა იქსოვება, აზრია ცოტა იქით-აქეთ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. აი სადმე რო გინდათ, ეხლა აქ ყალიბი აქვს თავისი, მაგრამ სადმე რო გინდათ, შეგიძლიათ ფიცრებისგან ააწყოთ ყალიბი. ერთმანეთზე დააშურყოთ, იმაში ჩადოთ და მე დაასხოთ. არ უნდა გაგექცეთ ბეტონი.
ეპოქსიდის მაგიდაზე როგორც მოგვიდა. თუ გაგეცდათ ეგეთ არ აუშვას, გადაყოლი და თავიდან დაასხავ იაფიხეს. ეხა უყურე, მე თავარი აქ რა არის რა? რამაზა მოიტყე გვარში თავარი ისვა ჩვენოთ. ის რაცა კუთხეებში. ეხა აქ უფრო გამოჩნდება თავის. აი ესეთი არის რა, აი ესეთი მავთული არის ჩვეულებრივი, შუაზეა გადაღუნული რა, ორიანი მავთული არის. აი ესა ჩვენე აი ეს ამოწევ და საათის ისრის მიმართულებით. დაახო, ხო? მე რამაზამ აი მას გაუყრიო. ჩემი გახი. ეგ არის რა. ამიტომ საქმე რომ გაიმარტივოთ, ამას ცოტა ხანი აგდებ და დაუყვებით და ჯერ პატარა მოღუნვას გაუკეთებთ ესე რა. ამაზე ცოტა გძელები რო ქნა ხო ეს. უფრო კაი იქნება. ჰა. სამაძილკა ღარიბებისთვის არის რა და ეს თერი ლიდერებისთვის ეს პისტოლეტი არის ჩაყობ წზ და თვითონ აკეთებს რა. რამაზან მე ეს მიშენია ვარ. ეს კაკალისტარით არის გაკეთებული. პრასტოი არ არის ვიძა. არის სხვადასხვანაირი მეთოდები არის კიდე ეს ამოსაკაჩი. და პლოსკოც შეიძლება ისა. ესე იგი, არაშედას პროექტით დავბრუნდით, ისევ კი არა დააქვიყავით. რა გავაკეთეთ ახლა, აქ ცოტა რაღაცები შეცვლილია, რაც არ გაჩვენეთ. ამიტომ მარტივად აგიხსნით რა. არმატურა სჭირდება გამაგრება და დაახლოებით 3-4 სანტიმეტრით ზევით ამოწევა, იმიტომ რომ ქვეშ ბეტონი შევიდეს. მანამდე ზილავთ პროსტა ცემენტს და მერე გაჩვენეთ როგორ იზილება ცემენტი. ადებთ, არმატურებს წევთ და ამას აფიქსირებთ. რო ხმება ეს არმატურა ფიქსირდება. ეხლა ეს მილ კვადრატი რა არის აქ? ისტორია რო გაიგოთ, ყველაზე მარტივი ვარიანტია, რომ 2 ცალი მილ კვადრატი ლაზერს რო გააკეთებთ და გაასწორებთ, დახრა ან საით რო კონდეს და ასე შემდეგ რო არ აცდეთ, იდენტურად დებთ ორივე მილ კვადრატს ამ ცემენტში. ეს მილ კვადრატი ზევიდან არის და ჩაქუცს რომ მიარტყავ, მე ეგრევე ამოძვრება რა, ანუ დიდი ხანი აღარ გაჩერდება, იმიტომ რომ ვერ ეჭიდება ამას ცემენტი. ესე ასწორებთ მილ კვადრატებს, სანამ ბეტონი ამოდის და მე სასწორებელი ხესატყოთი, გონუდათი აქ რო ბეტონს ჩაასხავთ, მე უკვე სულებს გაჩვენებ, პროსტა დებთ. მაიაკებია რა ჩათვალე, მაიაკსაც ეძახიან ხომ ისტორიაში და ამის ზევით უკვე გადმოყვები და ასწორებ, რომ არ გაგექცეს და ოღრო-ჩოღრო არ იყოს რა. ეხლა დავქოქოთ კინგროსის ბეტონმეშალკა და თან ვისაც ბეტონის დასხმა გიწევთ და ეხლა აპირებდით რომ კინგროსი გეყიდათ host G-ზე დაბლა მოცემული არის host G საიტი. ოპა, ხარი არის, ხო, იმენ ემაში გვიწევს. host G-ზე შეგიძლიათ შეხვიდეთ და შეიძინოთ ეს კინგროსის 200 ლიტრიანი, ამ ეტაპზე გვაქვს ჩვენ 200 ლიტრიანი, მაგრამ არის 250-იანი, 260-იანი და დაბლებით არის. მახარას, აი გამოვა, მახარას რო ჩაწერთ ფასდაკლების პრომოკოდში, 15%-იანი ფასდაკლება გექნებათ, აპრილის ბოლომდე გექნებათ 15%-იანი ფასდაკლება. ამ კინგროსის ბეტონის შემზელზე. host G-ზე შეგიძლიათ ესე ყველაფერი შეიძინოთ. ცუდი ხელოსნის ფარგლებში ფასდაკლება მოგცეს და ძალიან კაი არის, რა 15%-იანი ფასდაკლებით. გადაიხდით რაღაც 1000 ლარი თუ გრის 150 ლარის ნაკლებს, 150 ლარად ქრომს იყიდით. ამაში გამოიყენებ. ბეტონო მეშალკებს რომ მოდის ესეთი. ჩვენ წაუსვით ტაოტი, თავიდან ხმა ხო გახსოვთ, რა ხარია. ხმა ხო აი ამეებში ამოუსვით ტაოტი და ამის შემთხვევაში ეს რომ დამძიმდება უფრო ხმადაბალი ხმა იქნება, რომ მეზობლებმა არ გაიგო, რომ ბეტონს ასყავ, რომ მოიტა მომეცი და მე ჩამასხმევნე და რაღაცე. რა არის ესა? მიხდება. ეხლა შერევას გაჩვენებთ იდეაში როგორ ხდება რა. ესე იგი, პირველი რას აკეთებთ რა? 200 ლიტრიანში ჯერ ჩავასხათ
2 ვედრა ნახევარი წყალი, ნუ ვედრას გააჩნია. ჩვენ ასადა გვაქვს სათალი. ბაღის სათალი. ეს არის 10 ლიტრიანია. 7 ლიტრიანია იდეაში ეს. მაგრამ რა ვედრაც გაქვთ, რა მნიშვნელობა აქვს თუ 100 ლიტრიანი ვედრებით არ ამუშაობთ. პირველ რიგში ასხავ 2 წელს რა. წყალს იმიტომ ასხავ ჯერო. მე რო ცემენტი რო ჩაყარო ჯერ და მე წყალი. ეგრევე გახმება გარშემო და სულ პატრონი მორჩა. ამიტომ ჯერ გვჭირდება 2 ვედრა წყალი. 2 ვედრა ნახევარი. რათა გაიგოთ, ჩავთეთ. წყალი გვაქვს. ცემენტი არის 500 მარკიანი, 40 კილოიანი, ხო რამაზ? ხო. ეს 40-იანებია. ნელ-ნელა ამატებთ. დაახლოებით აი ესე ტოვებთ რა 200 ლიტრიანში. რო გაიხსნება კარგად წყალში, მერე ვიწყებთ უკვე შებენის ჩამატებას ღრეშის. ჩაახედე, ცოტა სქელი ბლანტი მასა უნდა მიიღო რა. ბეტონ მეშალკას ფინგროს სიდიაში აყენებთ აი ესეთ პოზიციაში, რომ ის სარევები რაც არის, კარგად რომ მოურიოს რა. მერე უკვე გადმოსვლას დააპირებ აწევ. ეხა წავიდა. 2 ვედრა ნახევარი იმიტომ ჩავასხით, რომ მეტრი რო ჩაგვესხა, ეხა წვიმაში მაგალითად სველია ეს შიგნიდან და შეიძლება თხელი გამოგივიდეს და უკვე პირველი მორევა ხდება, რომ არ წყოეს ყველაფერი და იცოდე რასად და როგორ უნდა ჩაყარო. ირამდე ავსებს ამ პოზიციაზე სანამ გადმოვა და ელოდები რომ ეს მასა მოიზილოს. ეხლა არის ცოტა დაბალ პოზიციაზე რა. აი უკვე ეს არის თხელი. მაგრამ წყლისგან თხელი არ არის. იდეაში იციან ხოლმე ხელოსნებმა რომ წყლისგან ათხელები. მეტი ფული მოიგონ. და აკვირდით ხოლმე პროცესს უკვე რა. ბეტონის დასვა გეწოდინება. თუ ნახევარ პაჭკას ყრისო, ნახვი ეგრევე გააჯვინე. ესე იგი რაღაცას. 200 ლიტრში ნახევარ პაჭკა ხო? რამაზან თავი დაიგლია. ეს ახლა კარგა მოირია. იდეაში ამას აქვს ფუნქცია, აქ ფეხით რო დააწვევი, შეგიძლია ესე გადაწიო. ესეთ შემთხვევაში იდეაში ვერ ზილავს კარგად, ჯობია რომ ოდნავ ცერაოთ იყოს. ნახევარი ჩავამატეთ რა. საბოლოო ჯამში გამოვიდა 3 ვედრო. არა რა გადამოდის. მაგას გეუბნები. ხო, ეგ უნდა. იდეაში მოტორზე ვფიქრობდი ეყოფოდა თუ არა რა ტრიალიზოს და ყოველგვარი ძალდადგომის გარეშე მუშაობს იდეალურად რა. კიდე შეგახსენებთ რომ ჰოლძზე შეგიძლიათ იყიდოთ და პრომო კოდი მახარას რო ჩაწერთ 15%-იანი ფასდაკლება გეკუთვნით ამ კონკრეტულ კინგროსის ბეტონის შემრევზე. ნებისმიერი სახის ლიტრაჟობაზე. ხო. ეხლა განახებთ საბოლოოდ რა მასა უნდა იყოს, რომ მიხვდეთ, რომ კარგია რა. წყალი არ უნდა გქონდეს, აი დიდი რაოდენობით წყალი არ უნდა ჭყაპუნობდეს და აი როგორ გითხრა, ოლივიეს რო აკეთებ და მაიონეზი ყველა დეტალი რო გათხრილი უნდა იყოს. აი ეგრე არის ესეც რა. ამის პლუსი კიდე რა იყო, ჩვენ ხოდა ხომ ეს სხვა და თავარი პლუსი არის ამის
აი ამას რო შეაყენებ ისე შეგიძლია ჩამოასხარო სიმაღლე იმხელა აქ რო არ ედება ამას რა ძველი რაც ხონდა ედებოდა და ამას ღუნავდა გვიქცევდა მოკლედ ხრეში ზევიდან მოაყოლა ნელა გადმოვყაროთ არ ფიშავთ Ready. Set up. პირველ სიჩქარეში იზა ფეხებზე მაქვს უტალახი სქელი არ უნდა იყოს რა რო შეხედა რომ სქელდება ცოტა წყალი მიეცეთ რომ გათხელდეს ანუ მოძრაობა უნდა შეეძლოს შებენზე ეცადეთ ხოლმე რომ ეხლა მე ცოტა მსხვილები ჩავყარე შეურიოთ მსხვილებიც და წვრილიც რომ კარგად აურიოს ენდი გაიწია ენდი მოვდივა კატი ჩავარდი რომ მორჩებით მოძელვას და გადმოასხავთ იდეაში სამ შემდეგ დაიწყებთ ორი ვედრო წყალი რაც სჭირდება ჩაასხთ რომ მოწმინდოს და ეს არ შეხმეს იმიტომ რომ ეგრეთ ხალხ რო ექნება სამ თქვენი გაასწორებთ ბეტონს მანამდე შეიძლება გახმეს აი ეხლა განახებთ ამაზე არის გასწორებაზე რა ეგე არ მანდობს და სქელი თუ გამოგივიდათ მარტივად აქეთ-იქით ლაფატკით გადაანაწილებთ გზა ეს დედამო ამებს დატოვილებს აქ აგროვებთ რომ მე გამოგადგებათ კედლებზე რჩება ხოლმე ცოტა რა თუ პროფესიონალი არ ახარ არასდროს არ ეცადო ლაფატკით მაგის ჩამოხსნა ხო ეხლა მე შემიძლია განახო რასაშვება ლაფატკასო შიგნით ჩაყო გვერდზე ედება გონია რომ მოხსნი და ჩემყლეს მოხსნი აი აქ რო გაქვე ლაფატკა გიხვევს და კაროჩი თუ მარტო ხარ გამორიცხული ისე გცემს რომ აზრი არ აქვს მართლა მე ხა პროფესიონალი ვარ. მათხოვე ამაზე ისეთი. ლაფატკა აღარა გვაქვს. ესა ვიწროა, იქა კიდე დიდი იყო ხოლმე, გაიგება. ერთი შეცდომა და აღარა კვანტიოს რა. შეასრულებ შენ ნაბოზა რო ჩაიხვევს. პროფესიონალი ვარ მე. ეგრევე უნდა შეეშვაბოს, როგორც კი ჩაიხევს, გაიქეც. ხელს აი თუ ესე ცეკვავს. გააჯმე. ესე ოხში. შუბიტა. თან კაია, ყვითელი ფერი როა, სულ კარგავ ვითხოვე ცემენტში და ხალხად სახში ხა ორი ცალი ბეტონი მეშალკა ჩაყოლებული, იმიტომ რომ როას ხო ბეტონს ეგ და ყვითელი როა ჩაას, ბიჭო.
ის დენისად არის რა ნახე? ყველაფერი არის წყალგამძლე რა. კარგა უნდა გარეცხოთ მე სანამ გაშრება რომ გარეთა სიყვითლე შეინარჩო. შიგნიდან ნორმალურია. აი ეს ჩემი ბრალია. აი ესენი თავიდანვე მოხსენით რომ ეს თუ დარჩა. აი ეს იცის ჯერ თუ იმას ჩაყრით და მე იმას. აუ წყლის გარეშე ვშას, ეხლა წყლის გარეშე წერა ცოტა წყალი იყო რომ ჩავაყარე ეს შეხმა შიგნით. ამიტომ კარგად ჩაასხით წყალი, რაც სამყოფი არის. ოსო, როდესაც ეს არ არის პრობლემა, ესეც მოზურება, მაგრამ ის არის და ეგრე რომ დატოვოთ, მე შეხმება და ბოლოს დაგჭიროთ 20 ლიტრიანი. ორი ღილაკი აქვს, ჩამრთველი და გამომრთველი. ეგ დამავიწყავთ ხანუ. ამას რო აწყობთ, აქ არის ძალიან მარტივად. მწვანე ღილაკი ჩასართ თავი. წითელი გამოწეული. წითელი გამოწეული, იმიტომ რომ რა მოხდეს, რომ დაარტყახელი ეგრევე ითიშება. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში დარტყმისას ეხლა უყურე, წეგან რაც გითხარით, ისინი რატო დავაკეთ? სწორი თავით. თუ რამის გადაგება საპირებს ზევიდან, ჯობია რომ ცოტა ხავები ქონდეს, რომ მოჭიდება ქონდეს. აი ესე მოყვებით და თან შლით რა. აქეთ-იქით ამოძრავებთ, რომ ერთმანეთში შავიდეს და სწორი ქონდეს. ხო რამაზაა, ხო სწორი ვიძახი. ეს არის სუეჟი, რა ამას ეს დღეს გაანებიოთ, რაღაცას ვერ ვაკეთებ, სწორე, გაიგე. მაგრამ აქ რო ისოქენ, იქითკენ გასაკეთებელი იყო. ესეთები იყიდება კიდე ტარიანები, რა ეს ტარი აქ. რამაზა ფეჩატკებით მუშაობს, მე არ შემიძლია. ესე იგი, საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მაგალითად, ეხლა აქ არის 10 კვადრატი, ხო? 12 პაჭკა ვთქვათ, არის 15 ვარობაზე არის 150, 180 ლარისა. არმატურა იყო 150 ლარის, ეგ შენი 200, 320 ლარი. ხო, 330 ლარი და ნუ წყალი უფასო გვაქვს ქვეყანაში. სხვა რა დაჭდა, არაფერი. 350 ლარად ასხავთ 5 სანტიმეტრზე 10 კვადრატულ ბეტონს. რავი, ხელოსნები ბევრად ძვირის დაგიждდება. ცოტა წვალება არის, მაგრამ თქვენთვის სახში თუ ჩალიჯობთ, ძალიან მარტივი ამის გაკეთება რა. ფიგროზე ხომ უნდა მოვზილოთ ესა. ნუ თუ გაქვს ეს, ადრე ხელით გიწევდა ხოლმე რაღაცეები რა, აი ხელით ჩაკ. ეგ დრო მოკვდა всё. არის გამოიგონეს, ჩაყარე, მოზილა, ჩაასხი, მიიტან ჩაასხი. ბევრად ამარტივებს საქმეს რა. 4 საათში ალბათ დაასხავთ ამ ყველაფერს. ო, აი დაახლოებით ეგრე რა. ერთ-ერთი რამე რომ მოიგონო რა ეს მიიტანოს და ჩაყაროს. ბეტონის მეც აღარაფერს გავაკეთებდი. დენისა და ისად მიუბინა. წყალი არის. ესა რა. ეს მიუბის ზუსტად იქ ჩავაყოფინე კაბელი, რომ თუ დენვა გადაიტანა. დავე წავიდე ეხა ხო ტოვებდი ცოტ-ცოტას. ეხა ეგენი ეს არის ჩემი საყვარელი მომენტი, იმიტომ რომ ძიმე ოქ რამდენი დაგიტოვებია მაგიზდი. ხო გითხარი ბევრი მოვიძათ ხო. ერთ პაჭკაზე მეტი იყო. ეს ბეტონი იქნება ქვას გახეთქავს მაგიზდი. წუწი შესქელდება ეგრევე დაამატეთ წყალი. ანუ აქსიომა არ არის რომ 2 ნახევარს რო იზავთ 2 ნახევარზე მეტი არ უნდა. შესქელდა ეგრევე ბრახ უეჭველი დაამატეთ. წყალაც რო არ იყო.
მე მგონი გამითხელდა. ამაზე დაგბრიდავს. გოროხები დაფრინავს. რა. ცოტა არასკელდება. აუ დამბრიდავს. რამაზა დამბრიდავს. რამაზ ავაყირაო ესე ბოლომდე ვქნა? ჰა? არიზავს? იზავს დათხელია. ეს თხელი გავაკეთო, ხო? ხო გაიგე, თხელი გააკეთო. ბიჭო, რაღაცა ქვასავით. ბიჭო, ცოტა თხელი მოვიდა ესა, რამაზა. რა უშავს შეხედეჭი. კაროჩი, რა მოხდა იცი? თავიდან წყალი მივეცი. ეს ხო ჩავყარეთ ეთყო მეტი გამოვიდა ეს ცემენტი. და დაიწყო უკვე შეკრა და დურთე კიდე ერთი ვეზრა. რა მეორე ჩაიჯვი დავითა. აუწევ რამაზა. просто ტრიალებს რა ყალეობა. ჩახედე. კაროჩი, ესე არ მუშაობს ბეტონმეშალკა, იმიტომ რომ ესე ჰოპ ზილინა როგორც კი თუ არ მოჭიდა ის აი აბა ზუსტად აქ ხო ჩაჭრილი იციან თვითონ მაგარი ამას ცოტას ჩამოგიცხავ და მე ჩავყრე კიდე თულია ხო მზიანამინჩი ასწორებს, მაგრამ მზიანამინჩი თუ დაასხავთ. აი რო ცოტა რო გაშრება 2 საათში, წყალი ამატეთ, იმიტომ რომ თუ უცებ გაშრა ბეტონი, დახეთქავს. მზე ხეთქავს. ეხლა რა ხან წვიმა და დედი არაფერი არ მოუვა. ნელ-ნელა გაშრება, მაგრამ მზიანამინჩი აი გამოაშოს მოჭოვე და გახეთქავს. ამიტომ წყლით მონამეთ ხომე. თან ის არის ხმა აქვს სასიამოვნო და თან რაღაცეები. ნელ-ნელა სველდება. Ja. რეცხვა ყველაფერს უყავს, გაიგე? კიორლინგი იმენა მე ვაცე. ცოტა ატარახდა, მაგრამ მაინც წვიდა. მშრალი არ გამოთოთ. მოდი შეახედე აი ეს რომ მოწმინდავს და წყალი იქნება, წყლიანად მე გათშეთხო. თუ ჩახმა მე მოგიწევთ 9 და ხსნარები და ასე შემდეგ. ყოველთვის აი პირწმინდად ლამაზი ცოლი რო ყავდეთ, აი ეს უნდა მოასუფთავოთ. ჩვენი სპონსორია Holst G. ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკა, თულსები რაც კი რამე არსებობს, Holst G-დან გვაქვს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ისევე თქვენთვის, ვისაც გინდათ ამის ყიდვა, შეგიძლიათ Holst G-ზე ნახარა პრომოკოდი გამოიყენოთ და 15%-იან ფასდაკლებას მიიღოთ. დაჩ, ვიღაც ეთქვით, ძმაო 1200 უნდა მიცე შენა, მოიტა გიყიდი. ჩაუწერთ იმ დაშენილი ფულით, შეგიძლიათ შურპორტი იყიდოთ. რამდენიმე შეიძლება ჩეთები ვასწავლო ხალხს ბიჭო. აშემიც. აი ხა ცოტა ხაიები აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა გადავაგოთ ამაზე ფილა და ყიდია, მაგიტო ვაკეთებთ ესე რომ მოჭიდოს. გაიგე? თქვენ უფრო თხელი და ეს უფრო ხშირი, ანუ ხელით იმენა გაასწორებთ რა. და ამ ტრუბა კვადრატებზე ხა ვინც ნერვიულობას დაიწყებს, ნუ ნერვიულობთ, ეს რომ მიარტყავ ამოვა მე. და მე ηλესება ეგ რა. ახლა
აქ ვაფშე არ გადავაგებ, ამას დავაგებ რა ესა. წინაზე მეუბნეოდნენ, ცოტა პრობლემური არის რა, იხეხება. აი სადაც მზე ურწყავს და წყალი ხშირად. ეხა 2 წელიწადში ზევით ოდნავ გახუნდა, მაგრამ არის სპეციალური ზეთები, ესე ტილოში დაასვენებ, გადაუსმევ და იგივენაირად არის რა. შიგნით ცოტაა, ეხა წელიწადში ერთხელ უნდა აყრა, მაგალითად ყრივ, წმინდავ და მერე ის. ან ძლიერი კერხელი ცოტა შორიდა რომ დაუშვა და გამოიტანო, გამოაქვს ნაგავი რა. დაბლა აქვს ესეთი მაქვს რა, 6 კადრა და აქა ხე იგივე სტილში იქნება რაც ზევითა რა. ამის გარემონტება თუ გაინტერესებთ, დაწერეთ მერე კომენტარებში. ესეც აი როგორ შეიძლება ეს აქციო იდეალურ სამზარეულოდ მაგას განახილოთ პროსტა რა. ამა 3 დღეში ამას დედა რამაზა ვერა. ამის გაკეთებას. თანა კაი რაღაცები იქნება, ის დამალვები რაღაცები, იაფად გიფსოთი, კაი სასწავლებელი იქნება რა. დაწერეთ, აქ უნდა იყოს გარე სამზარეულო. თუ საქმედან არ გავამაგრეს, მინდა რომ ნერჟავეიკის ისინი იყოს გაზი და რაღაცები. ამიტომ ვინმე კომპანია თუ ვიცით რომ იქნება შეგვეხმიანოს, ვისაც აი ეგეთი გარე გაზები აქვს ნერჟავეიკის დიდი რომ რაღაც ნახეთ 700-800 ლარღის და ბარტერით ძალიან კაი გამოვა რა. ნახა რამეში ფული გადაიხადე რა. სიგარეტს უყიდვობ ჩემითან. ჰა. ვაა. პრინტერი მორჩა ბეჭდას. ესენი მინდა ბატარეის სამაგრები რომ დავბეჭო და კიდე ის არის რა. ცოტა უნდა გავზარ. განში კაია. სიმაღლეში უნდა გაიზარდოს. ცოტა სიმაღლეში და განში და ეგ არის, მაგრამ ნუ ესეც პროსტა არავია რა. შეახედე ძმაო, შიგნიდან არის ახალივით. ნახე. გარე ცხავს, ხო ახალივით არის, რასო იმენა. გარე ცხავს. ესე დატოვებ წყლიანს, ვსო, მე რიან გადმოწმინავთ, ბოლომდე გადმოაქცევთ. ეხლა რაც შეეხება ბეტონს, ბოლოსკენ მივდივართ. ბატონი რამაზი უკვე ამუშავებს ბეტონის ფილას. თლიანი ბეტონი დაისხა, ანუ ცოტა ცუდე კაი ამიძვე ყოფილიყო, უფრო კაი ხეოდა, მაგრამ რას ვიზავთ. 400 ლარად გავაკეთეთ, რავი. ეს არის მასალის ფული. 1000 ლარად მინიმუმ არავინ დაგისხავს ამდენ ბეტონს, რა, მე ეგრევე ვფიქრობ, არ ვიცი. და ზევიდან კიდე მასალა ხომ უნდა იყიდოთ. 1000 ლარად დაზოგავთ და მინიმუმ მოაწყობთ. აქ ეხა დახრა აქვს 3 სანტიმეტრი, ის გადაწყვეტები, მაგიტომ მინახავ რომ 3 სანტიმეტრის მხრით, ორივე მხარეს ზუსტად, და ეგრე რომ მოვყვებით, წყალი წამოდის აქა, წამოდის რა არის? ვიცი რა, ესე რომ მაჩვენებ ხა, მე არ ვიცი ახლა. ეს რა უნდა ვთქვა. წყალი მიდის და ტრაპი გავაკეთე. მე არ მიყვარს მოკლე ტრაპები. კიდია. თლიან სიგრძეზე ტრაპი წამოვიდა წყალი, ჩავიდა, დაბლარი მილი მოწყობილი და ვსო გავიდა. თორაქ რო წყალმა შეასხა სანაღაც ან მორეცხვა და გჭირს გარესივცებს, ყოველ არის ხომ რომ თუ მორეცხავ კარგია, იმიტომ რომ მარტივია რა, მთლიანად რომ მორეცხავ წყალი წამოვიდა, ეს ხე რო გადაეგება, ეს დაბლა მოყვება ტრაპი, ზევიდან წყალი რომ მოერეცხება, ისე გავა რომ ვერავინ ვერ გაიგებს. კინგროსი დაგვეხმარა ამ ყველაფერში. იდეალურად შეასრულა საქმე. ამაზე დიდი რო ყოფილიყო, უფრო მალე დავასხავდით წესით. 200-იანი საოჯახოა, ისეთი იდეალური, მაგრამ არის უფრო მეტები, 250-260-იანის გონი. ამაზე პატარებიც არის. მახარა პრომოკოდით HOSDJ შევდივართ, შეწყდა გინათ 15%-იანი ფასდაკლება. წავედი ხა შემდეგი ვიდეო იქნება, ან მარშრუტკა, ან ხობე უნდა გავაკეთო, მაგარი ხობის გაკეთება, ხედარ კინა, ხობის გაკეთება უნდა გასწავლოთ, იმენა იაფად. ერთი სვალკა დაგჭირდებათ, ბარგალკა, შურუპაურტი და ვსო ძმაო. მასალას დომინოში მე ვიყიდით. დავაი წავედით კომენტარებში დაწერეთ როგორ მოგეწვათ ბეტონი, მახარ, შენი ბეტონი იდეალურია, გთხოვ დამიწერეთ. და ის არ დაწეროთ, შენ დაასხი შეყამაზამ დაასხა და რაღაცები. ეგ არ დაწეროთ, იმიტომ რომ შრომა ჩემი იყო თვალში, ბეტონი ჩამივარდა, 2 თვით ამოვისი, მაშინათი ამოვარდა.